ხომ არ არის სუსტი რგოლი ეკონომიკის სამინისტრო თქვენს გუნდში ბატონო ბიძინა და ახლავე დაგიზუსტებთ რატომ? იმიტომ რომ არ არის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და თან წინასაარჩევნოდ თქვენ გვპირდებოდით ეკონომიკის აღორძინება 7 თვის თავზე მე მესმის ცოტა ძნელი იქნებოდა მაგრამ ცოტა ძნელი არა შეუძლებელია კითხვა დავსვით კორექტულად აქვე დავკონკრეტეთ ვისაც ეკონომიკა ესმის რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება და 7 თვეში ეკონომიკა აღორძინოს ეს არის აბსურდი ეს არ ხდება ესა მესმის ბატონო ბიძინა მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა თქვენ ბიზნესიდან მოსული ხართ პოლიტიკაში და მოლოდინი საზოგადოებისა უფრო მეტი იყო ექსპერტების რაში იყო უფრო მეტი რომ აი უფრო რეალურ შედეგებს ვნახავდით რას როდის ვნახავ 7 თვეში ეკონომიკა აღორძინდებოდა არა დავზუსტეთ რა ჩვენ ახლა თქვენ ჟურნალისტები ბრძანდებით მე ვთქვათ პრემიერ-მინისტრი ვარ და ყოფილი ბიზნესმენი სწორედ მახსენებთ ეკონომიკა მე მგონი თქვენს გესმის ამ დონეზე რომ და ბახრაძის ჩემი პოლემიკაც მე მედიაში გავაჟღერე და თვითონაც თქვა რომ რა თქმა უნდა კარგად ვიცი რომ 6-7 თვეში ეკონომიკა ვერ აღორძინდება მაგრამ სათქმელად კარგიაო რო გაკრიტიკოთო მაინც ხო ნო ესე არა ამის გამო არ გეკითხებით უკაცრავად არა მე მესმის თქვენი სუსტი რგოლი ხომ არ არის არა აი გუში მქონდა მე აი მოგახსენეთ თქვენს შეკითხვაზე გაგცეთ კონკრეტულ პასუხს რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდს მე ფიქრობ რომ ძალიან წარმატებული გუნდი ვხავს და მათ რიცხვში გიორგი კირვალიშვილის გუში მქონდა მე მასთან თათბირი გვერიკაშვილი უკაცრავად კარგი რა შემახსენეთ გუში მქონდა თათბირი ეკონომიკურ ჯგუფთან და აი წარმოიდგინეთ ახლა რაზე მუშაობს აი გუშინდელი თათბირის შინას მოგახსენებთ მოკლედ და გაიგებთ რომ როგორი ფართოა სპექტრი საკითხებისა რომელთაც არის დაკავებული ეკონომიკის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო არ უკავშირდება პირდაპირ ეკონომიკურ აღზევებას აეროპორტი ჩვენი იცით ეს თემატიკა მას მართავს თურქული კომპანია თავი იქ პრობლემა ის ხაზი ზოლი ასაფრენი ზოლი არის კატასტროფული მე თვითონ დავფრინა ბევრს და რამდენჯერმე დაენარცხა თვითმფრინავი ისეთი ხმა აქვს და რომელ ქვეყანაში არ უნდა წახვიდეთ მსგავსი ზოლებით აღარ სარგებლობენ თვითონ ასფალტი იღრება ტერიტორიიდან შენობაც არ არის იდეალურ პირობებში და ძალიან ხანგრძლივი თათბირი ჰქონდა გუშინ თული დასალაგებელია ძალიან და ამის მსგავსი ბევრი შეკითხვები აქვს იგივე გიორგი კვირიკაშვილი სწორედ თქვი ალაგებს საკითხს თუ იცით თუ გაგიგიათ ზღვაზე მშენებლობის შესახებ აი ჩინელები და საზოგადოებაში გარკვეული შფოთი შეიმჩნევა ამასთან დაკავშირებით აი ამის მსგავსი საკითხებით ძალიან დიდი დრო და ძალიან შრომატევადი კითხვები აქვს მას მე ფიქრობ რომ ძალიან წარმატებული ძალიან წესირიგაცია და საერთოდ ძალიან კარგი სამინისტრო მყავს და მე ძალიან მიყვარს თითოეული მინისტრი ძალიან მიყვარს გიორგიც ასეთივე მაგარია ხადურიც ნოდარ ხადურიც და ძალიან წარმატებით ართმევს თავის ფუნქციებს და საერთოდ მე მგონი რომ კარგი მინისტრები ვყავს მინისტრებს შორის კონკურსით ყოველად არაა ერთადერთი მე ამ კონკურსებზეც გავჩერდებოდი რომ როდესაც მარგველაშვილზე მეკითხებოდნენ და ჟურნალისტები ჩამეკითხნენ და თვითონ მარგველაშვილი საოცრად პასუხობს გამოვასწორებ მე იქ ვიდექი როდესაც რა უნდა გამოვასწოროს მარგველაშვილმა მე არ ვიცი მე ფიქრობ რომ ძალიან წარმატებული მინისტრი იყო მაგრამ განსხვავებით რაც აქვს მარგველაშვილს და არ აქვს შეიძლება არც ბევრ მინისტრს და არ აქვს სხვა ექსპერტს თუ ანალიტიკოს თუ პოლიტიკოს ვისაც მე ვიცნობ ის არის სახელმწიფო პიროვნება მას აქვს ხედვა სახელმწიფო დონის და საკეთებს ანალიზს ესეც და მას კარგად შეუძლია და გამზადებული ხელმძღვანელია უკვე სახელმწიფოს და ეს იქნება ძალიან წარმატებული პრეზიდენტი ჩემი აზრით ეს აქვს მას განსხვავებით ბევრი მინისტრისგან მაგრამ ჩვენი მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა თუ ყველა არის ძალიან წარმატებული მინისტრები ყავს ჩვენ ძალიან კარგი ჯგუფი ყავს მე ეს წარმომიდგენია 7 თვეზე მე მგონი ვერ გაგიცით თქვენ პასუხი და დაუბრუნდები რა შევადაროთ ჩვენი წარმატება თუ შევადარებთ იმას რომ ქვეყნის პრობლემებს შევხედავთ რა თქმა უნდა ძალიან ცუდი მდგომარეობა გვექნება თუ გამოვალთ რეალობიდან და გამოვალთ ჩვენი დაპირებებიდან მე ფიქრობ რომ წარმატებულად ფუნქციონირებთ და ყველა სამინისტრო წარმატებულად ფუნქციონირებს მათ რიცხვში სოფლის მეურნეობის სამინისტროც ის კითხვები იქ არსებობს და ამას გამოძიება გასცემს პასუხს შეფასებები თქვენგან უფრო საინტერესო იქნება ჩვენზე ჟურნალისტები როგორ გვაფასებთ და საზოგადოება როგორ აფასებს მე ფიქრობ რომ ჩვენ თავი გავართვით და ძალიან წარმატებულად რეალობიდან გამომდინარე და არა სურვილებიდან